ჩემი მეგობრიშვილი მაგალითად საფრანგეთში იყო, უფასოდ გადაუნერგეს ღვიძლი. კარგად არის. ეხლა ანუ თუ შეწყდა. ბევრი კიდე ჩემი სოფლიდან იყო ბავშვი გერმანიაში, რაღაც პროცესი საქონა პრობლემა თვალთან, გაუკეთეს იქა. რომ არა უვიზო რეჟიმი ევროკავშირისგან ამგვარი სამედიცინო მომსახურების მიღება საქართველოს მოქალაქეების ის ნაწილი ვერ შეძლებდა, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ და მათი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო. ემიგრაციაში მყოფმა ადამიანებმა წლების უნახავი ოჯახის წევრები, შვილები, დედები და მამები ნახეს. აღარ ვსაუბრობთ იმის შესახებ, რომ ახალგაზრდებს განათლების მიღების შესაძლებლობა ეძლეოდათ. ევროპარლამენტმა 405 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კანონის უზენაესობის მდგომარეობა მნიშვნელოვან გაუარესებაზეა საუბარი. როგორ აისახება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შეჩერება? ამ საკითხთან დაკავშირებით აზრი გორში რიგით მოქალაქეებს ვკითხეთ. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება უარყოფითად აისახება, რადგან მათივე თქმით სამედიცინო დახმარებას მოსახლეობა ვეღარ მიიღებს და ემიგრანტი ოჯახის წევრების მონახულება შეუძლებელი გახდება. ძალიან დიდ უარყოფით გავლენას რა თქმა უნდა ჯერ. პირველ რიგში ახალგაზრდებისთვის არ იქნება კარგი. არავისთვის არ იქნება კარგი. აი კონკრეტულად რომ გითხრათ რა კუთხით? აი თუნდაც განათლების კუთხით. განათლებას იღებენ იქ ჩვენი ახალგაზრდები. აი თქვენ სიბრუნ რამდენად ბევრი ემიგრანტი არის? არიან როგორც სხვაგან ისე აქედანაც ჩვენგანაც. ადამიანი ავად რო ხდება. მიდის საფრანგეთში ვიზის გარეშე, ხო, მე რა უნდა გააკეთოს. ცალკე უნდა იჩარიჩოს ვიზაზე, მე მანამ მოხდება კაცი და ვინა ყოფილა. აი თქვენ სიბრუნ რამდენად ბევრს მიუღია სამედიცინო დახმარება საზღვარგარეთ? ძალიან ბევრს. ძალიან ბევრს. და აი რამდენად ბევრი ემიგრანტი არის თქვენ სიბრუნ? აი ახლა ემიგრანტის თაობაზე ვარ მოსული ერთ-ერთი პიროვნების თაობაზე საქმე უნდა გავარკვიო რაღაცაშია საქმე და ბევრი არიან ძალიან დასრულებული. ისე უჯობესია რომ აქ შეიქმნას პირობები შრომისა, ხელფასი აიღო ხალხმა და აქ ისრომონ ვიდრე ემიგრაციაში წავიდა. კი, მოახდენს. აი უფრო რა გქონდა? ბევრი მიდის იმის გამო, რომ ოჯახისთვის რაღაცა იშოვოს და მაგ შემთხვევაში უკვე აღარაფერი გამოუვათ, ისევ გაჭირებულები უნდა იყვნენ. აი თქვენ სიბრუნ რამდენად ბევრი ადამიანს მიუღია სამედიცინო დახმარება საზღვარგარეთ? ჩემს ირგვლივ არ ვიცი, ესე არ მსმენია, ვინმე ახლობელი ღმერთმა არ დააჭიროს, ჯერ არ ვიცი ესეთ ვინმე, მაგრამ საიტებიდან ძალიან ბევრი სარგებლობს მაგეთი და ძალიან ცუდი იქნება, თუ შეწყდება. მოსახლეობისთვის მოახდენს ცოტს. ქვეყანისთვის კი არა, მოსახლეობისთვის. სხვა რა. აი რომ გითხრათ კონკრეტულად რა კუთხით? ხალხი ხო გადის და გამოდის საზღვარგარეთ და ლუკმაპუსას შეულობს იქ. აი ეს მიზეზი, სხვა რა. უარყოფით გავლენას მოახდენს? დიახ. აი უფრო რა კუთხით რომ გითხრათ? ეგრე კონკრეტულად ვერ გეტყვი. აი თქვენ სიბრუნ ბევრი ემიგრანტია? კი. და თუ არიან ადამიანები, რომლებიც საზღვარგარეთ მიიღეს სამედიცინო დახმარება? დიახ. ჩემ ახალგაზრდები მეიღეს და ძალიან კარგი მომსახურება აქვთ. გავიცოდოთ აისახება ჩვენს მოსახლეობაზე, ანუ უკეთესი იქნება რომ იყოს. ვიზების გაუქმება საქართველოსთან უარყოფით გავლენას მოახდენს? კი. აი რომ გითხრათ რა კუთხით? ჩვენი ხალხი ვეღარ თავისუფლად ვეღარ წავა და მოვა. აი თქვენ სიბრუნ თუ არის ბევრი ემიგრანტი, რომლებიც ევროპაში მუშაობენ? კი. და საქართველოსზე უარყოფით გავლენას მოახდენს თქვენი აზრით? ალბათ. აი უფრო რა კუთხით? არ ვიცი. აი თქვენ სიბრუნ ბევრი ემიგრანტი არის? კი. აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის წინააღმდეგ 210-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო 36-მა დეპუტატმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. ანგარიში მიუთითებს ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე სისტემურ და ახალ საფრთხეებზე განსაკუთრებული შეშფოთება გამოხატულია სასამართლო გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის ტენდენციების, სამოქალაქო სივრცის შევიწროებისა და ევროკავშირის ღირებულებებზე თავდასხმის გამო.